გამოდის ნინო სუხიშვილის სპიჩით, რომ აქ დანაშაულს ქონდა ადგილი. გათხოვდა ბებიამისის ქმარზე. Вообще არ ვიცოდი კორძი ვინ იყო მაგ მომენტში და ეს ამბობს, რომ აი ეს იქნება ზაფხულის საუნდიო რა. Vogue-ის cover-ზე იყო Hailey Bieber და Justin Bieber-ი დებს Instagram post-ს და წერს ვიტა ნუკი. ჯერ ეს ერთი რა დედოფალია. ვიტა ნუკი. რო ვიტამინისა. დრამა. ძალიან ბევრს გაინტერესებთ ხალხო, როგორ შევიდა ანა წიგნაძე open air-ზე. ვერ დაიჭერებთ. Hi guys. დაგიბრუნდით. დაბრუნდა დავითი თავისი ახიანობა. უკვე მე-10 ეპიზოდი არის. Oh my god, that's crazy. მე-10. Yeah. და subscriber-ები არ გვემატებლა. მე-10 საიუბილეო მოვიტყოდი. Yeah, what the fuck you guys? Get your shit together. Subscribe now. Like now, we're და waiting. სტოპე ვიდეო და მე გაგრძელე. მოკლედ როგორ ხართ მეგობრებო? ძალიან მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ არა, მოიცა? კი არ მოგვენატრა open air-ზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ დღეს, ოღონდ ცოტა Don't you worry. და რატო არ მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა, რომ მთელი open air-ის დროს ხვდებოდით. ანუ ჩოლებრივად ის ქონდა რაღაც თავი მეგონა ნანი ბრეკვაძე. იმიტომ რომ მოდიოდნენ ხალხი რაღაც უსაყვარლესობა. მე მართლა every single time რაც მოხდებოდა და მოდიოდით და ანუ გვეუბნებოდით რომ გვიყურებთ და რაღაც იმენა ვერ ვიჯერებდი. დისოციაცია მჭირდა რომ მეთქი თან უსაყვარლესი ხალხი, ანუ აი უთესლესი და უსაყვარლესი ხალხი. ლევანმა გთხოვა რომ მახსენეთო რომ შეგმხვდითო და გახსენებთ ლევან ძალიან საყვარელი ხარ. You better appreciate it. და ყველა ძალიან კაი იყო მართლა, უბრალოდ აი ერთადერთი მინუსი რაც მოყვა ის რომ იმას რომ ხალხი გცნობდა და მოდიოდა ჩვენთან და რაღაცას გვეუბნებოდა კარგს იყო რა ხალხო open air-ზე ვინც იყავით წვალეთის რიგი იცით რა მხალა იყო რა და რა თქმა უნდა მე მივდიოდი მე და მეგი ვიდექით რაღაც დღეში სამჯერ მე ვიტყოდი რიგში. Oh my god, ვიღაც მეტაბოლიზმი უმუშავებ. არა ბევრი რაღაც დაულია. Okay, whatever. და ვდგავართ ამ რიგში და ძალიან გრძელი რიგები ხო იყო და იქ ვიღაცაები იყვნენ რომ ახტებოდნენ რა რიგს მოდიოდნენ და წინ დგებოდნენ და ეხლა მე ვფიქრობ რომ ანუ ანა არ გაჭედო იმიტომ რომ შეიძლება აქ ვიღაცა გცნობს და მე თავი არ შეირცხვინა და თან ვფიქრობდი რომ დავითი რა გაკვეთილს ჩამიტარებ და ეს რო ვიღაცას დაენახა რომ მე იქ გავჭედე რამეზე და ესე მოთმინებით ვიდექი ვიღაცა რომ მე თავზე მახტებოდა თან მეგი არის ყველაზე არაკონფლიქტური სხვებთან ჩვენთან კონფლიქტური ჩვენთან აი და მეგიც არაფერში არ გადგება რომ ამან მაინც იჩხუბოს და ესე ჩუმე ჩეგოინბეს რომ 20 კაცი რიგში გადამახტა ხალხო თან ახლა რომ გადმოვინოსლოთ ჩემთან რო წავიდა საბირფრაჩაში სადღაც 2 საათი იყო დაკარგული რა და უეჭველი ვფიქრობ რომ მეთქი რაღაც დრამა მოხდა მეთქი ვიღაცასთან უეჭველი ჩხუბობს რიგის გამო მეთქი და აი პროსტა ულოცულობდი რომ მეთქი არ ქნა რა არ შეირცხვინა თავი არ შემარცხვინა მე და მეც აი ესე ვიდექი ძლიერი ჯარისკაცი და არ ვიჩხუბე მეგობრებო ტაშიანას გამძლეობისთვის აი ეხლა რომ მოყვა რომ ვიჩხუბე ანუ ჟღერს ოკეი მაგრამ იქ რო შეესწრო აი ვიღაცა რო ჩემ უბნელი დავინახო რა ჩხუბობს ელემენტარული ვიტყვი რომ ქაჭია ეგრე იტყოდნენ რომ ქაჭია ვანაო which is not true you guys როგორ რთულია რომ იყო ქალი ძალიან რთული არის რომ იყო ქალი I don't even know I don't know მაგრამ კონსენსუსი ის არის რომ ძალიან გაგვიხარდა რომ გნახეთ ძალიან დიდი მადლობა თუ დაგვინახავთ აუცილებლად მოდით გადალახეთ თქვენი სოციალური მიდი დამთავრე გადალახეთ თქვენი მიდი from Zambab you fucking whore okay გადალახეთ თქვენი social anxieties მოდით შფოთვა არ ვიკმინებით ნუ ამაზე არ ვიცი მაგრამ დავიცი ნამდვილად არ იკმინება yeah open air-ს აუბრუნდებით ცოტა მერე და მე მინდა დავიწყო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი ჩემი მთავარი დრამით ამ კვირაში რაც მოხდა მეგობრებო უნდა შევხვდე დავითს ამოვდივარ რუსთაველის მეტროდან ვაიმე და მხდება ორი ადამიანი უსაყვარლესები იყვნენ ვიდზე და მოვიდნენ და რაღაცა უნდა კითხოთ რა და ანუ კამერა ვერ დავინახე ვერაფერი და მეთქი დავა იმ კითხე ანუ ველოდები რომ ანა შენი საყვარელი ფერი რატო გიყვარს და მეც მზად მაქვს ვარდისფერი მაგრამ რატო გიყვარს და არა მე კითხება რომ deep state-ზე რა კომენტარს გააკეთებდი რა არის deep state-ი მეთქი Thank you for the question. და ვეუბნები რომ აუ მეთქი კამერები არ მინდა.
და მე ის გოგა მეუნება ყველაზე მაგარი ტრიუკი დაატრიალა, რომ აუ შენ პოდკასტს უყურებ და ძალიან მომწონს და ანუ იმენა ჯიბეში ჩამისვა, ერთი სიტყვა ჯიბეში ვეჭექი და deep state-ზე კი არა ვიცი, კვანტურ ფიზიკაზე გავაკეთებდი იმ მომენტში კომენტარს და მეთქი ჩემი აზრით და ხალხო დევს ეს ვიდეო TikTok-ზე და აი აქ არ დადე. აქამდე საერთოდ არც მსმენოდა სანამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაიწყო ამაზე ყოველ დღე საუბარი და ეს არის რაღაც ძალა, როგორც ჩვენამდე მოდის, რომელიც მართავს ყველაფერს და არის რაღაც აი იმ პოლიტიკოსების მიღმა, ვისაც ჩვენ ხედავთ ყოველდღურად ამერიკაში, ხო? აი ეს რეალური ძალა, რაც ვითომ მართავს თელ მსოფლიოს. არა. კი. მე ვაედით ამიტომ ჩემი ყველაზე ისეთი დაქალი ვინც ერკვა პოლიტიკაში ვურეკავ, რომ მეთქი ანა help the girl out. მეთქი ეს უთხარი, რამე სწორად ვთქვი, რამე არასწორად ვთქვი და ის მეუბნება, არა, ყველაფერი კაია. მაგრამ მე ვენები რომ მეთქი მე უფრო მეტი მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ შემიძლია ხვდებით და ყველა სიტყვამ ჩამიარა თვალწინ დედა ჩემი რა ყოველდღე მიკითხავს ლექციას, რომ აი ტელევიზორ ჩატო არ უყურებ და შენ რანაირი იურისტი ხარ. ანუ იმენა ყოველდღე მეუბნება მაგას. თან მიყვარს რა ანამაც თვითონ შეამჩნია, ანუ ვიდეოში მარტო ანა არ არის ხალხო ერთი 10000 კაცი არის, მაგრამ ყველა არის სამწამედ და ანას ის რა მოდის რა ქვია. ჩემი სპიჩი არის 2 წუთიანი, ჩვეულებრივად არაფერი არ ამოჭრეს უსაყოლესმა ხალხმა. Thank you for that. მაგრამ შეგვიძლია რომ 15 წამამდე წაგვიყვანეთ და ხოლმე. ეგ არის თბილისში ჩემთვის ყველაზე დიდი ფობია, რომ აი ან ბუკიას ბახთან, ან თავისუფლების მოედანთან ვინმე რომ გამეჩეროს და მითხრას რომ აი და მაგ მომენტში ვფიქრობ, რომ აი თუ ჩვენ ორი და რომელიმე უნდა ყოფილიყო deep state-ზე საუბრობთ, დაემევიყო. კიდევ კარგი რომ ანა იყო. მარე ხალხო ანუ აი გთხოვთ რაღაცნაირად უნდა შევწყვიტოთ ეს, იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს 9 აპრილს მაჩერებენ, რაღაც სკოლაში დავდივარ ეგ პერიოდია და რაღაცას მეკითხება რა და ანუ მართალია ისტორია კარგად ვიცი, მაგრამ ხანდახან მავიწყდება რაღაცა. თუ მეტეს როცა კამერაზე ხარ და უცებ არ საიდან. ანუ მეთქი არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ მაშინ არავის უთქვამს რომ კაი პოდკასტი გაქვს და დავიზრუნე თავი და ეხლა იმენა ჯიბეში ჩამისვა, ამიტომ you know guys, I don't know. ამიტომ ვინმე try me favor. იმიტომ უკვე ჩასმოლე და უკვე ნახეთ, ამიტომ ღმერთო, ძალიან პაზარი. აი, ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე მაგ დღეს, ანუ სანამ დაიდებოდა. მანამდე ვნერულობდი, რომ არც მომისმენია ოღონდ ვიდეოში ამას მოვასმენინე. იყო ცუდი? არა, ძალიან. დღემდე არა ხალხო ვნარა. იმენა არ მაქვს ნახე, გული გამისკდება მაგას რა უყურა. კარგი, სულ კიდე შამფხდით, გთხოვთ აღარ გამეჩეროთ. იმიტომ რომ ძალიან მინდა. ან თუ გააჩერებთ, კითხეთ რა არის საყვარელი ფერი? ზუსტად, ვარდისფერი არ არის, რა ტოტკი ვარდისფერი არის, ბურგუნდისფერი ჩემი საყვარელი, just so you know. მაგრამ მე მგონია ბურგუნდისფერი გიხდება, მაგრამ ვარდისფერი იმენა მოგწონს. ჩემი core არის. Yeah. Period. ასევე მეგობრებო, ჩემი შილაკი ითვლის მე 5 კვირას, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. ჩვენ პოდკასტთან ერთად იზრდება. ხვალ მივდივარ და აუცილებლად შევიცვლი. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, ასევე ბოდიშს გიხდით ჩემი გაზრდილით მისთვის, მაგრამ ამის შესაძლებლად მე აქტიურად ვარ ჩართული და ანუ იცით რა ტიპი ვარ ხალხო, ვიღაცას რომ მეტროში თმალამაზად აქ შეღებილი, მივდივარ და ვეკითხები სად შეიღება. ვიღაცასთან ხომ ეხოდი უკვე? ხო, ანუ 100 კაცთან ვარ ჩაოლობრად მისული და ტელეფონის ნომრები მაქვს ჩაწერილი ყველასი. სალონი მეტროს გოგოსი, სალონი ჯიმში რო დავინახე, აი ესე მილიონი. მაგრამ ნუ არსად არ მივდივარ, იმიტომ რომ იქიდან რო გამომბრუნდები, მავიწყდება რამდენად მომეწონა და რამდენად კარგი იყო. და ამ ბოლოს, ნუ ჩემი დაქალებიც ამ ჰანტინგში მყავს ჩართული და ჩემი დაქალი საქართველოს ბანკში მუშაობს და მიგდებს ვიდეოს, რომ აი ჩემმა თანამშრომელმა შეიღებაო სადღაცა და ვიდეოში არის ძალიან ლამაზი თმა შეღებილი. მეთქი, wow, we want that. აღმოჩნდა რომ შეიღება გორში. თან ახლა როგორში წავიდა, რა თქმა უნდა გიჟივით ბრეკავდა ბეწერები ამ გორის სალონში. Яснად. მაგრამ ანუ გორის სალონთან ძალიან დიდი ბოდიში, ანუ waiting list-ში ვარ ჩასმული და 17 ივნის მიწევს მისვლა და ჩავწერე ერთი კვირის წინ, ანუ ერთვიანი რიგი არის ხალხო, არ ვიცი რანაირად ღებავენ, ვინ ყავთ პარიზიდან ჩამოყვანილი, მაგრამ we will see. და ეხლა ყოველდღიურად ისტორიულად ვრეკავ, იმიტომ რომ სტამბოლში რომ მიდივარ, მინდა რომ თმა ახალი შეღებილი მქონდეს და ვთხოვ რომ იქნებ გადმომწეროთ და თან ანუ ქართლელებს და ჩემი იუმორი ცოტა აცდენა არის რა, შენ თუ ქართლელი ხარ ცოტა არ ვიცი, ანუ მე მაქვს დასავლური იუმორი ხვდები, უფრო ისეთი. You know. მიდი. I'm so sorry you guys. ხო იცით ეს არის unfinished battle between the ქართლი და დანარჩენი საქართველო. და ამ დროს მე მაქვს ოფელი კავთისხევში. იმენ აღარ ჩამიშობენ. კავთისხევი ქართლშია? ხო.
და რაჭა supremacy არა ეს რაჭაში სუმე დავდივარ მაგრამ მამაჩემი სოფელი კაცი ხავშია სადაც არასდროს ჩავდივარ მამაჩემი სუმე ხოწება რომ გთხოვ ჩამოდიო ხო და ერთი სული მაქრო ჩავიდე და რომ გადამიწვან თმები იმენა ღირსი ვიქნები თან გორში რომ უნდა წავეხეტი ალო წარმოიდგინე უნდა გავიდე ოკრიბაში უნდა დავჯდე რაღაც მინივენს აი ჩავიდე გორში იქ როგორ გავიგნებ არ ვიცი გორში ვყოფილა როცა მართვის მოწმობა ავიღე მაგრამ ეხლა მოკლედ გაგაგებინებთ იქნებ კატლეტით შევჭამო მირჩეთ კაი საკატლეტე ადგილები მე მეგონა რომ გორი მარტო ვაშლით იყო რაღაც არა კატლეტის თემაც არის გორში და we'll see look at you Gori ხო ისეთი ის მექნება სახეცვლილობა არიო what was that are you ready for that honestly იმიტომ რომ თმა ქერა ფშხილები ახალი მაგრამ აი ერთი გარღვევა მაინც მაგრამ ანუ ძალიან ბევრს ჭამ და წონაში ვერ დავიკლებ babe we can't have it all ხო I don't want to talk about it აი მე ციტრო ჩემი დაუმთავრებელი დრამა არის მე და წონაში კლებ მასო რა შეეხება ჩემი და ქართული კულტურის გადაკვეთა სად იწყება და სად მთავრდება ანუ ხალხო TikTok-ზე ამომიგდა ნუკი კაშკალიშვილის ვიდეო სადაც ლაპარაკობს რომ ანუ ურჩევს ხალხს რომ ანუ აი მეგობრებო გავიგეო რომ ჩემი ვიტა ნუკი ჯერ ერთი რა დედოფალია ვიტა ნუკი თორო ვიტამინისა ვიტა ნუკი და აქვს ბუნებრივი ოზემპიკი ჯერ ერთი ვაუ ანუ შენ რა მეგობარი იყო მიყიდიდი და გამახარებდი ამოყიდული არის საქართველოში there is no fucking way there is a fucking way მაგრამ იმენ არ მჭერა რომ მუშაობს ხალხო ბუნებრივი ოზემპიკი რომ ესმის უკვე მგონია რომ #scam მაგრამ ანუ მაგნიშნა და მინდა რომ მე ვთქვა და მე დავიკრედიტე ყველაფერი რომ ანუ მართლა the number one marketeer არის გოგო მანუ იმენა ისე კარგად ჩაწერა ვიდეო რომ ანუ მეგობრებო არის ნერვიულოთ ახლა აუცილებლად წყალი უნდა დალიოთ იმიტომ რომ გავიგე რომ ბერსმა და გაგიქრათ და რაც მთავარი ის არის ოზემპიკის ანუ I'm fucking ანუ მე მომიგო მე მინდა რომ ვიყიდო ვიტანუკის წარმომადგენლებით ვიყურებთ ხოვთ გამოგვიგზავნეთ და შედეგს თანდათან ეპიზოდებში ნახავთ მე როგორ გავქრები აი მე რო ვიღარ დამინახავთ ერთ-ერთი solo podcast იქნება ცოტა ხანში I should პატარა ვიქნები oh my god one day you guys it's over for you bitches when I'm skinny სხვამ დაგვიწერა კიდე კომენტარებში ბერბერი რა ანა ძალიან skinny-ა ჯერჯერობით ეგეთი keyword skinny არ ყოფილა ჩვენ კომენტარებში ჯერჯერ დარას ხაიღა ხოდა ვიღაცამ დაგვიწერა კიდე ბერბერინი არის მაგრამ it's all fucking sketchy. ერთადერთი რაც შველის ამ ყველაფერს არის healthy relationship with food. ანუ შიმშილი. AKA შიმშილი. ერთი წამი შეიძლება ახლა ცოტა საქართველოს გავწვდეთ სანამ დაუბრუნდებით ისევ. For sure. Okay, მე და ანას როგორც ისეთი გვაქვს ობსესია reality TV-ზე. We bond over that. და ძალიან გვიყვარს Real Houses of Salt Lake City. რაც ანუ თქვენ თუ არიცით უნდა დაიწყოთ. What are you doing? უეჭველი უნდა დაიწყოთ. მეორე ერთი. Salt Lake City არის თავარი ქალაქი უტაში და უტა ამერიკის შტატი Utah. Utah. ცნობილი არის რომ ანუ ყველაზე დიდი დასახლება არის მორმონების მორმონიზმი არის რელიგია რაღაც მე რომ დღემდე ვერ გავერკვეთ მორმონიზმი არის ქრისტიანობის მიმდინარეობა მაგრამ არიან ძალიან მკაცრები ხალხო აი არ შეიძლება ყავის დალევა გაზიანი სასმელების დალევა ალკოჰოლზე ხო ლაპარაკი არ არის არ შეიძლება ქორწინებამდე სექსი და ის რო აცვიათ გარმენტები სპეციალური ეგ იმენა ultra orthodox მორმონებს აცვიათ რაღაც აი ესეთი ძალიან დიდი ეგ არ ვიცი, მაგრამ ანუ ძალიან მკაცრები არიან რელიგიაში. და ძართული არის მოკლედ იყო კარგი მორმონი, იმიტომ რომ ყველას რაღაცა ეშლება და ქორწინებამდე სექსის ეპიზოდი არ მიდარბესდა ჩავწერო მანამ, არა soaking არის ესეთი რაღაცა დაგუგლეთ და განათლდით, მაგას აკეთებ. არ დაგუგლეთ და არ განათლდეთ. That's embarrassing. I know at this point I don't even know. ხოდა მე ეგ ძალიან ბევრი დეტალი არის მორმონიზმში, რაც იმენა მაღაზიანებს, რომ ანუ you're making up rules just to like defy them და მოიფიქრო ეს loophole-ები და კაროჩა it's weird as fuck, მაგრამ it's really fun to watch. და ესე იმას ამბობდი, რომ Salt Lake City არის მთავარი ქალაქი Utah-ში, სადაც მორმონები ცხოვრობენ ძირითადად და ჩვენი Real Housewives იცით რა პონტი, ანუ მდიდარი ქალები, აი დაფო თბილისში რომ ანუკი არაშიძე, მაკაკუიციანი, ეგენი ჯგუფი დაკალობდნენ და მაგას იღებდნენ.
აი წარმოიდგინეთ რა დონის რამაა და აქ ის ემატება რომ ეგენი არიან თან მორმონები იმენა ან მე და დავითი მაგის სერია რო გამოდის ხოლმე ეხა სეზონი დამთავრდა გიჟები ველოდებით თან ხალხო იმ ანუ ყველაფერი ხდება ყველა სცენარი რაც წარმოგიდგენთ ხო იცი აი ბიბლიაში ყველაფერი მოხდა იმ სერიალშიც ყველაფერი მოხდა ანუ ვიღაცა დაიჭირეს ციხეში ჩასვეს ვიღაცას რა ვიცი drag addiction ხონდა იღებდნენ კამერას შეიძლება გადაღების დღე იყო და ციხეში ჩასვეს ერთ-ერთი ვიღაცას აბრალებენ კულტი აქვს ანუ აი ერთი არის რომელიც გათხოვდა ბებიამისის ქმარზე წარმოიდგინეთ და თვითონ ამბობს რომ ანუ ბებია ჩემი რო გარდაიცვალო ანუ ანდერცში ეწერაო რომ ანუ აი შენ მოგივლის ჩემი ქმარიო ანუ blood related არ არიან thank god იმიტომ რომ ხა ბებიამისის მეორე ქმარი იყო და ბებიამისის საყვარელი შვილიშვილი იყო ეს და თავის ქმარი დააკავშირეს შვილიშვილს ოღონდ ყველაზე ღადობარ არის დედამისმა და ამ გოგომ იჩხუბეს იმის გამო გოგომ რა ქალმა იჩხუბეს იმის გამო რომ ვერ გაიყვეს ბებიამისის ქმარი ვის შეხვდებოდა და ეს არ არის ხალხო ან ტყუილი ეს არის რეალობა და მაგით არის ყველაზე თესლი შოუ ამ ქვეყნად გთხოვთ უყურეთ მაგრამ on the contrary იმის გამო რომ Salt Lake City's housewife-ები ეგეთი პოპულარული გახდა in the American media მგონი ამერიკაში იმენა განსაკუთრებით ანუ ყველა ძალიან დაიწყო ეს ჩაჭერა მორმონებზე რა ძალიან ბევრი შოუ გამოვიდა დამატებით რა იქ TLC-ზე იყო რაღაც მორმონებზე რაღაც weird as fucking show და რასაკურველია Hulu-მაც არ დააყოვნა და გამოუშვა the real lives of Mormon wives Are we fucking sure? The real lives of Mormon wives. No? რაღაც ძალიან ირითმება რომ ხო the real lives of Mormon wives. The secret lives of ანუ ჩემი გასამართლებლად მე არ მიყურებია და შენ უყურე. The secret lives of Mormon wives და ანუ ეგ ჩათვალე იგივე არის რასაც ლაპარაკობდით ოღონდ ეხება TikToker გოგოებს რომლებიც იყვნენ გადაჯგუფებაში რომელსაც ყო mom talk და ანუ 5 თუ 6 არიან თუ 7 whatever ანუ ვერ დათვლის ყველა ერთმანეთს გავს და ხალხო it's so fucking weird. ქმრებს ვლიდნენ ხო? ანუ swinging. პირველ სეზონში იყო რომ ორნი იყვნენ თავარი გოგჩაები ხო? მაგრამ ეგენ მაგათ არ გაუცვლიათ. მეორე სეზონი გამოვიდა და ანუ მოდი თავიდან მოყვათ ეგ ისტორია. მაგრამ რის გამოც ვაფშე დაიწყო ეგ სერიალი ხალხო is fucking crazy. მორმონიზმის ერთ-ერთი მთავარი სუბკულტურა რაც ახასიათებს მორმონიზმს არის swinging-ი. რაც ნიშნავს რომ ორი წყვილი ერთმანეთში ცვლის პარტნიორებს და აქვთ ერთმანეთთან intercourse. Wow. ყველაზე ისე შევეცადე რომ მე თქვა. და ანუ ერთი ანუ ყველა მიცოდა რომ ეს ხდებოდა ანუ people were joking about it blah 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 და ანუ ერთი გოგჩა აი ძალიან ცნობილი ანუ საუბარი 5 მილიონი ფოლოვერი ყავს თუ რაღაც TikTok-ზე რა და ამერიკაში ცნობილი გამოვიდა და ხო ანუ I just wanted to come clean რაღაც არავის არ უთხოვია for her to be fucking clean და for her to be fucking honest და ანუ მოყვა რომ ანუ ასე და ასე ჩვენ ერთმანეთს ასე ღალატობთ კი არა და we were swinging blah 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 და ამაზე ატყდა უდიდესი სკანდალი on მთელ ამერიკაში ოღონდ მე ის გამიკვირდა რომ ანუ ისაც ყველა მიცის რომ მორმონები they're swinging და ანუ რატო გავკვირდათ არ ვიცი და ამის გამო დაიწყეს reality TV-ს გადაღება და ძალიან დიდი რეიტინგი აქვს არა უდიდესი რეიტინგი აქვს და მართლა ანუ TikTok-ზე იმდენჯერ შეხვდა ამ სერიალის ისინი რომ გადავწყვიტა იქით ყვირამ და ვუყურებ pitstop ანუ მორმონები ყოველდღე არიან ჩემ ცხოვრებაში. ერთ დღეში უყურე მეორე სეზონს. მე ძალიან მგიჟდები მართლა. Utah-ში არიან რაღაც ანუ აი ამბობენ Utah არა Park City. Park City, მაგრამ ანუ აი Utah-ში კარგი გოგოები ყავთ ხვდები, აი მაგას ამბობენ ხოლმე რომ Utah-ში რო 10 ხარ. ხო, მაგას ამბობენ. იმიტომ რომ 7 ხარ სხვაგან 10 ხარ დავუშვათ, აი რაღაც ისეთი ხალხია რა. გენეტიკა ამ ინცესტით ალბათ. ინცესტი პირიქით მუშაობს მანდ და კარგად გამოდის. ხო, პირიქით მუშაობს მანდ. ხო და ძალიან გირჩევთ ხალხო მე ამას აუცილებლად უყურებთ, მაგრამ Real Housewives of Salt Lake City ყველა პონჩი ჩართეთ. უბრალოდ ძალიან არ მომწონს რომ ყველა უყურე. აი ყველამ რო იცოდეს არ მინდა რა, ძალიან ისეთია რომ ჩვენ. მაგრამ აი თქვენ ხო ჩვენიანები ხართ, so I don't care. Period. კიდე ერთი ტოპიკი, უკვე საქართველოს უბრუნდებით, ასე დავფრინოთ მეგობრებო, იქით-აქეთ. 764. რა გაგონდება ამ ციფრთან დაკავშირებით? სოჩი არაფერი. მოკლედ ჩვენ რო პატარები ვიყავით სადღაც 14-ის და 25-ის You wish 14-ის და 15-ის არა დაჟე არა 12-ის და 13-ის თუ რაღაც Okay get to the point please გახსოვს თუ არა ლურჯი ვეშაპი აი მე მახსოვს საიდან გაგახსენდა ლურჯი ვეშაპი ხალხო
აი შეგიძლიათ არის დამიჯეროთ ერთი წამით არ მჯეროთ და რომ ეგრე შეიძლება ვიღაცა, იმიტომ რომ მაშინ რო ვიყავი, ისეთი გაჩითული ბავშვი ვიყავი ამ ინტერნეტში in real life like bullshit in real life არა. რო ანუ ეს VPN-ი და რაღაცები და ეს double web-ები ვიცოდი რაც იყო რა და ნუ ბევრიც უკვე ლაპარაკობდა, მაგრამ ანუ რამდენი кейსი იყო? საქართველოში იყო? ანუ კი ერთი ბავშვი გადმოხტა საიდანღაც მახსოვს. ანუ თან მე რის იმეშინოდა ხალხო აი ხო გააზრებულოთ ახლა არ ჩავრთავდი მაგ თამაშს, მაგრამ მეთქი რაღაც არ ჩამithრიოს და მე რო რამე დამემართოს ჩემოჭახს რა ეშველებ. I know. როგორი ემპათი ხარ მართლა? ძალიან ემპათი ვარ. ანუ იმიტომ ეშინია რომ მე რო რამე დამემართოს, იმიტომ კი არა მე რამე. ანუ ჩემები მეწოდები. და როგორც რუსეთიდან წამოვიდა კლუბა, ხო? ხო, ანუ მე მგონი მართლა სერიოზული იყო საღადაო თემა არ არის, არა, საღადაო თემა რა უნდა. მაგრამ შენ რამ გაგახსენა? იმიტომ რომ ანუ შემხვდა TikTok-ი, რომ ვიღაცა ამბობდა რომ ეს 764 აი გრეძახიან, არის ახალი ლურჯი ვეშაპი. რაც შემოვიდა რა. პოპულარიზაციას რა უწევ მაგას ხვდები? არა, მაგრამ მე მინდა რომ for people to be aware. Yeah. ახლა ხალხო ისე დამათრიგერა რა ხო ნახე TikTok-ი, ხო დავასეივე, იმენ არ მეყურებ მაგას. ანუ როგორი არის თამაში, როგორ უნდა აერეთოთ, ვერნარ ინფორმაცია. ისინი აიციტუს, he's an only child, you guys. ანუ, მაგრამ მე მეტი რა დავამატამ თოპიკზე არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა და იმიტომ რომ ლურჯი თოპიკი. მე მართლა მეშინდა. კიდე იგითი რა იყო? თამაშები არ მახსენდება. Bloody Mary. კიდე ერთი ძალიან დიდი თემა, რასაც წინა პოდკასტშიც ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან აქტუალური არის და what the fuck Justin Bieber. ანუ ახალი დრამა დაემატა ჩვენ გოგჩოს. ხო. და ეხლა ჩემი დაქალი ჩაოლებრად გაგიჟდება ალბათ ამას თუ მოისმენს, რომ მე ყოველთვის ვიყავი სელენას დამცავი, იმიტომ რომ სელენა ძალიან მეოსება, მაგრამ ჰეილი ახლა იმენა მეწოდება რა. ანუ მე მგონია რომ ორივე შეიძლება რომ ორივე ხო, ანუ საერთოდ არ ვაკავშირებ ბაზარი არ არის, აი საიდან დაიწყო ზოგადად ეს battle. მე იმას ვამბობ, რომ ანუ ის ნახეთ ხალხო რომ Vogue-ის cover-ზე იყო Hailey Bieber და Justin Bieber-ი დებს Instagram post-ს და წერს ესეთ რაღაცას, რომ ანუ პროსტო ცოტა გრძელია, მაგრამ bear with me. რატომ ეთიშება სულ რა? Yo, this reminds me when Hailey and I got in a huge fight. What the fuck? უკვე ნეგატიურად ვიწყოთ. I told Hales, the fuck, you should not call her Hales. I told Hales that she would never be on a cover of Vogue. Yikes, I know, so mean. For some reason, because I felt disrespected, I thought I gotta get even. I think as we mature, we realize that we are not helping anything by getting even. We're really just prolonging what we really want, which is intimacy and connection. So, baby, you already know, but forgive me for saying you... მოკლედ თავი თემა არის ის, რომ ადრე ვიჩხუბეთო მე და ჰეილიმო და მე ჰეილის უთხარია, რომ შენ ვერასდროს ვერ მოხდები Vogue-ის cover-ზე. ანუ მე-5 კლასელი ბიჭი, I swear to God. ანუ თანქ მართლა გამართლებას ვეპაულობ. ჯერ კაი იჩხუბე ამდენი სირი ხარ, რომ ეგეთ რაღაცაზე ჩხუბობ და მაგაზე კონცენტრირდები. მე რატო წერ 7 მილიარდი ადამიანის დასანახად? Keep it to yourself, right? მე genuinely მაინტერესებს ხო წერ ესეთ რაღაცას. აი რაზე ფიქრობ? რო რა ხდება? მე მგონი არ ფიქრობს. ბოლო 1 წელია Justin Bieber-მა ფიქრი შეწყვიტა. ამიტომ ვერაფერს არ მოვთხოვთ, პროსტა მეწოდება ეს გოგო, იმიტომ რომ მართლა ბევრად უკეთესი მსახურა. კვირაში 2 ჯერ ხდება რაღაც უდიდესი დრამა Hailey Bieber-თან დაკავშირებით, გოგო მან გოგო ძალიან რელევანტურია. და ის დამო იქნებ უნდა. და იქნებ თვითონ წერს ამ პოსტებს. She's chasing fame. არა, ის დამოღამე რაღაც სელენამ რო დადაო თუ რაღაც. ხო და მე სელენამ რაღაც არა, stories დადაო რაღაც motivational. ხო, რომ ვითომ შენ გვერდით ვარო თუ რაღაც ეგეთი motivational quote იყო. მეორე რომ SZA და Justin Bieber იყვნენ კონცერტზე და ხელი რო ჩაუკოცნენ. აი მე არ მგონია რომ რამე. ანუ იმენა და არაფერი არ არის ახლა, არაფერს არ ვაწყობ, მე არ ვჭორი კანა, მაგრამ ანუ weird არის. იმენა აი წარმოგიდგენთ, დავითი ხშირად მიკოცნის ხოლმე ხელებს. აი ეგრე ჩაკოცნა, which is okay, მაგრამ იმენა დაბოლილი იყო ტიპი რა. ხო და რაღაცა ბუშვალო. Are you judging people? იმიტომ რომ დაბოლილი იყო? ანუ პრეზენტაბელური არ იყო კონცერტზე, რაც უნდა ისქნას, მაგრამ მე რო ფულს ვიხდი კონცერტში, დაბოლილი ტიპი არ მინდა თუ რეპერი არ არის, period. კვაზი რეპერი არ არის Justin Bieber? აი არავის არასდროს არ უთქვამს, რომ Justin Bieber რეპერია. Okay.
და ვიღაცაებმა გვიცხეს, რომ არ გიყვართ თქვენო One Direction-ია ხალხო, რადგან თქვი რომ Miley Cyrus-ო გიშტაბ. One Direction-ი მიყვარდა, ანუ იმიტომ რომ ჩვენს ახალგაზრდობაში, იმიტომ რომ no, ძალიან პოპულარულები იყვნენ, яснად მეც გიშტაბოდი და ვინ მიყვარდა ხალხო ალბათ ყველას გაინტერესებთ, მიყვარდა Louis, რომელიც არავის არ უყვარდა და ყველაზე განსხვავებული ვიყავი მარტო. You like the Dark Horses? არა, ეგ არ არის. რა? ვის? შენ. No. Dark Horse გავიძეკი აქვს თქო. აბა რა არის? ამას ვტოვებ. არის Dark Horse. ანუ აი უკან რო არის და რაღაც აი Oh my god. Dark Horse ანუ არიცი? არა, პირველად მესმის. Okay, whatever. ანუ Louis-ი მგონია რომ არავის არ უყვარდა, იმიტომ რომ ყველა გიშდებოდა. დაწერეთ რომ ვის გიყვარდათ Louis-ი? და მე მიყვარდა Louis-ი და ძალიან მიყვარდა და ყველა სიმღერა ვიცი, უბრალოდ აი Directioner-ი არასდროს ყოფილიყავი. იმიტომ რომ მგონი მაშინ ძალიან დიდი სტანდარტები იყო რომ ყოფილიყავი. ხო, ანუ იმენა fandom ყავდათ. I could never. და ის ნახე Harry Styles-ი მგონი ცხოვრობს რომში, იტალიაში და რომში რო ვიყავი მე არ შემხდა არეცალა. და ანუ წყვილი დაინახა, მაგას ფოტოგრაფიითაა გადაცებული როგორც ირკვევა და გადაუღო ფოტო თავის ფირის ფოტოაპარატით, გაამჟღავნა და მე გაუგზავნა Instagram-ზე, ნახე? არა. დრესაყოლობა არის და ის გოგო წარს ვიდეოს რომ ამობეჭდილი აქვს და ჩარჩოში აქვს ჩასმული ის მესიჯი რომ Harry Styles ფოტოს რო უგდებს რა აი თქვენ ფოტოს გიგზავნით. I would do the same. I would do the fucking same. ისეთი ყოიმობა არის რომ არ შემიძლია. შენ აბად ხარ? ისეთი ყოიმობა არის. ანუ ტიპმა იწვალა, ფოტო გაგიმჟღავნა, ფოტო გამოგიგზავნა და მესიჯს სვამ ჩარჩოში. ანუ ფოტოც ჩანს და მესიჯიც რომ Harry Styles-მა მიწერა Instagram-ზე. What is wrong with you? რა ვიცი. მე პროსტა ფოტო ჩავსვამდი და მე დინერზე რომ მოვა ვიღაცა რო გეკითხება, რა ლამაზე ფოტო ვინ გადაგიღო? Nobody asked Harry Styles. Question. არავინ არ კითხულობს ვინ გადაგიღო ეგ ფოტო. შენ არ გითხო, baby, შენ. Stop projecting. I know. ხოდა. მე მიყვარს როცა celebrities are actually living normal human lives. ამიტომ I support Harry Styles. I support Taylor. No, I support Lana Del Rey working at the waffle shop. ეგეთი რაღაცები რო გქონდა. ხო, მაგრამ აი Lana Del Rey რადგან ნიშარი მეგობრებო, კიდე არის პონტი რა, იმუშაოს ისე რომ ხალხმა არ შეეწყვეტა. უნდა რომ ამაგდოს. Harry Styles-ი ძალიან პოპულარულია, ჩემი აზრით უფრო პოპულარულია იასნა და normal life ვერ ექნება. შენი აზრით Harry Styles და Lana Del Rey-ის მასშტაბები განსხვავდება, კი. ჩემი აზრით არა. ხო, ანუ აი ძალიან დავიყალე ამბისთან ბრძოლით ყველაფერზე. როცა ფაქტები დევს Spotify-ზე. Lana Del Rey არის მგონი მესამე most streamed artist. იმენა იგონებ. კიდევ ერთი ხალხო pop კულტურიდან რაც მოხდა, Gracie Abrams თუ გიყვართ, let me know, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს Gracie Abrams-ის სიმღერები და მართალი არის Nepo Baby, იმიტომ რომ Star Wars არის მამამისის გადაღებული. ანუ აი ძალიან ფულიან პოპულარულები არიან Spotify-ზე, ხარ ახლა შესული? Shut the fuck up. და თემა რა იყო, რომ Gracie Abrams ქონდა კონცერტი და ეს ფანები მივიდნენ და მიიტანეს. აი ხო იცით, ძალიან ფანები რო არიან ეგ კატეგორია, რომ აი ალბომებს რო აწყობენ და რაღაცებს. ანუ მისმენ, მინდა რომ მისმინო. ესმის, თქვენს გესმით. და Gracie Abrams-ა დატოვა ეს ყველაფერი კონცერტზე და არც წაიღო თავისთან და მე რა თქმა უნდა. Lana Del Rey-ს in total Spotify-ზე აქვს 34 მილიარდი 192 მილიონი streams. Harry Styles Spotify-ზე აქვს 24 მილიარდი 700 მილიონი streams. როგორი gap არის? ხალხო მილიარდებში არის gap. არსებობს. შენ როგორ რა შეიძლება Lana Del Rey-ის ესთეტიკა გაჩვენება რომ niche არის, იმიტომ რომ it's supposed to be niche. მაგრამ it's appreciated by the mass. Period. Wagzelept Gracie Abrams, which literally none of us care about. I do care about that. იმიტომ რომ მე მიყვარს და დატოვა. შენ მიყვარს Nepo Babies. Nepo Babies რომ მიყვარს ეს ცალკე მე დიაგნოზი დამისვით, იმიტომ რომ გათამამებული, გაწუწებული ბავშვები, ფულიან ოჯახში გაზრდილი იმენა მევასებიან. Period. და ესე მიაგდო ხალხო და რა თქმა უნდა ვიღაცამ გაუჩალიჩა და დაუდო, რომ ძალიან მენანება ვამეების გადაყრაო, რადგან Gracie-მ დატოვაო და ნუ დაეჯვა. უნდა დაეჯვას. ბაზარი არა, იმენა გამართლება არა. გოგო, დაავალე ვიღაცას ჩაყარე მანქანაში და მე გადაყარე ხო? მაგრამ ისიც უნდა წარმოედგინო რამდენი აქვს სავარაუდოდ ჯამში. აი, სად უნდა შეინახო ეგ ყველაფერი? ჩემი აზრით აქვს საშუალება რომ ეგ ყველაფერი დაასაწყობოს.
ხო, მაგრამ ან იცი რა, ეს წაიღე და მე გადაყარე. მაგას ვამბობ. და შრედერეს. მაგრამ ეგ არის გაწწაფლი გოგო. მაგრამ მიყვარს მაინც. ველდებით გრეისი აბრამის statements. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემთვის როგორც იურისტისთვის იყო ის, რომ გადაგცნა. Romans affidavit რა არის ეს? We don't talk about that. Kim came ჩემმა დივამ დაამთავრა law school. ვინც არიცით, Kim Kardashian-ის მამა რობერტ Kardashian იყო lawyer და ძალიან ცნობილი რა. საკმაოდ ცნობილი. ანუ ჭკვიანი გენეტიკური ხაზი აქვს ხვდებით და ის რო Kim K ჩააბარა law school-ში, ანუ სამართალზე საერთოდ არ იყო გასაკვირი. იმიტომ რომ she is smart. She's book smart. Right? და დაამთავრა და რადონის დედოფალია დავით, აი პრესტა რადონის დედოფალია რა. Excel-ში დაამთავრა ხო? ხო, Excel-ში დაამთავრა 4 წლიანი პროგრამაა, მაგრამ ანუ ერთი მეტალაზე რო გამიშვა, ჩაოლებრივად 4 წელი 8-ად გადამექცევა, მაგრამ რამდენი რამე გააკეთა. და აი რადონის დედოფალია რო ეს graduation party გააკეთა თავის სეზონში რომ აწყობენ ხოლმე გრანდიოზულად და თავის შვილებს ეცვათ suits რაღაც კოსტუმები, იმენა dress code ქონდა და ესე ქუდი როგორ დააფარეს, ანუ აი ყველაფერი დაგეგმილი ქონდა ხალხო, ეგ არის არ ვიცი რადონის გოგჩო არის. პრესტა ვინმე ცუდი არ დაწეროთ Kim K. ისე არასდროს არც თქვათ. თან მე მართლა მიყვარს რა, ანუ გოგო ხო არის სამეხი. იმენა აი სამხებს რაც ახასიათებთ აი ეს აი workaholic-ობა. რა გეგონა? არ ვიცი. თქვი რა გეგონა? კარგი არ ვიყავ. ბაბის მოყოლი შენ ხარ, თქვი რა გეგონა? No. აი workaholic-ები როენ მართლა ეგრე არის. ესე არა სამხები workaholic-ები. ყველა მაგას ამბობს. Who said that? შენ პროსტ ცუძის მენ მარტო სამხებზე. არა, მე ვგიჟდები სამხეთსა და სამხებზე. Don't put that on me. Just saying. მაგრამ workaholic-ები არიანო იმენა ეგრეა. და იმენა დავითო მოიგონა? არა. ნუ ახლა იმიტომ რომ გაიგო რა სტერეოტიპები მე უფრო კარგად ვიცი და რა თქმა უნდა რაღაცა გამოჩი. ახალი სტერეოტიპი შემოვიტანე. და ანუ გოგო ესე იგი ხო ეს ინფლუენსერი ხო არის? reality TV star ხო არის? ახლა უკვე კინოში და business owner. ანუ skimsi მუშაობს ძალიან კარგად მე მგონი. აი თავის სფეროში ყველაზე პირველია ჩემი აზრით. Ja, არა და Spanx როგორ გადააჭება? Spanx არ გიგია? Sorry, not sorry. ხოდა გილოცავთ კი კიდევ ბევრი წარმატება. ღვინო. ჩვენ შენთან ვართ. Period. ეხლა მოდი გადავიდეთ თავ თემაზე, რაც არის open air. ძალიან ბევრს გაინტერესებთ ხალხო, როგორ შევიდა ანა წიგნაზე open air-ზე. ვერ დაიჭერებთ. მართლა ვერ დაიჭერებთ. რომ მე ფული გადავიხადე. მაგრამ იმედი ნუ გაგიცრუდებათ ჩემში არ გადამიხდიან. Never full price. Never full price. ანუ early bird რა თქმა უნდა არ გვიყიდი, ანუ წინა დღეს ვიყიდეთ და მე იმ დღეს ვქალე. ხო, დავით იმ დღეს და რა თქმა უნდა მე გავუჩიტე ყოველს ბილეთი და ანუ ეხლა რა პონჩი ვერ გავაკეთე ეს შეპარვის თემა, იმიტომ რომ არავინ ამათ შორის არ იყო რომ უეჭველი წავიდეთ და მე მინდა და წასხოდა რომ შევიპარო, ანუ ვიღაცამ ხომ უნდა გამოგიტანოს ეს ამაჭური და ანუ იმას ვერ შევტენიდი რომ მოდი თქვენ იყიდეთ და მე შემოვიპარებით ხო? ანუ ეგ ჩამეხაზა. და ნუ რა თქმა უნდა ბილეთების შავი ბაზარი Facebook-ზე ჩემი საყვარელი ჯგუფი, სადაც ყოველთვის ყიდულობ ბილეთს. Coldmand. იქ ვიყიდეთ 100 ლარი ღირდა იმ მომენტში open air-ის ბილეთი და ვიყიდეთ 60 ლარით თითომ. და ძალიან თამამად დავსკრინ. თან ჩემთვის ხო გავჩითე იმისთვის 5 კაცისთვის. იმენა. მე ვიყავი ბარიგა კონტრაბანდისტი და ანუ ის იყო რომ ხო ვიყიდა და მე ადამიანებს ძალიან მარტივად ვენდობი ხალხო trust issues არ მაქვს არანაირად აი ყველა შემიძლია ვენდო და იმ ქალს არა მეთქი ანუ რაღაც ისეთი legit page-ი ჩანს თქო და მე არ მეშინია რომ მომატყუებ თქო და ის მიმანაც მითხრა რომ არა გამორიცხულია მე შენ არ მოგატყუებო მეთქი okay give me 5 of them მაგრამ მივიდიოდი ცოტა მეშინა და იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ის სურათი გავედით QR კოდი არ მუშაობს და დავითი მე მიჭედავს რომ აქ ამომიყვანე და QR კოდი არ მუშაობს ანუ responsibility იყო ჩემზე ეგ უბრალოდ და ვიდეო ხო და ანუ მე რაღაცნაირად მაინც შევიდოდი რა და მეთქი ხმა ერთად გთხოვ იმუშაოს და იმუშავა შევედით it was great მოდი იქიდან დავიწყოთ ტაქსიდან დავიწყოთ ყველაფერი დელისიდან ხალხო წელს 10 უწერ open air-ს მხოლოდ იმის გამო რომ საცობები ვაფშე არ იყო ასვლა ჩამოსვლაზე ნუ იყო მაგრამ ეგ არაფერი არა იმასთან შედარებით რაც წინა წელს იყო ადრე უფრო იყო ხო საშინელება ან შეიძლება ჩვენ წავედით ეგეთ რა შეიძლება ვიღაცები ძალიანაც გაიჭედნენ უბრალოდ ჩვენ რო წავედით მაშინ აი
ჩაოლებრივად ავედით არანაირი ამ complication-ების და იმის გარშე შესაძლოა რიგებიც არ იყო ეგეთი ვაფშე არ იყო მან ვიტყოდი რომ ვაფშე მაგრამ ის რო ახლა ვთქვა რომ არ იყო ხალხი open air-ზე ვაფშე არა საკმაოდ ბევრი იყო ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩემი აზრით შარშენდელზე მეტი მახსოვს რომ ეხლა იყო შარშენ ზუსტად რამდენი იყო არ მახსოვს მაგრამ ეხა იმინა ბევრი ხალხი შარშენ მოხდი ხამეს და ხამეს წერთულია რომ დაამოღამო ხო მაგრამ ეხლა ხამე იყო იმინა სავსე მთელი არეალე კი პირველ დღეზე დავიწყოთ მაშინ მას საუბარი პირველ დღესთან დაკავშირებით highlight-ები რო გამოყო იყო მდევარის კაზის სიმღერა მდევარი ხოლოდ ეგ მახსენდება მუსიკალურ ნაწილში სხვა არ ვიცოდი არაფერი მე ველოდებოდი გიჟივით არას იმიტომ რომ I'm a basic bitch და იქ ვიღაცები იყვნენ და რა ქვია იმას ვიღაც აი აქ დაიწეროს ეს არ ვიცოდი ვინ იყო მაგრამ ხალხი ძალიან გიჟდება მამა ფლექსი ხო და იმენ არ ვიცოდი ვინ იყო მართლა ანუ მე არას ველოდებოდი და ვიცი ეგ სიმღერები ერთი სული მქონდა ჯერ დააგვიანეს ამღერეს სუსტად ამის სიმღერა და ჩემი მეორე highlight-ი იყო მდევარის მერე მერაბ სეფაშვილის გაიღიმე. Damn. შენ უკვე წასული იყავ ეს წავიდა. პირველ დღეს ხალხო ჭამე ძალიან გემრიელი მწვადი. ეგ იყო ჩემი highlight. იმიტომ რომ მართლა მთლიანი line-up-იდან რაც იყო მთელი დღე იმენ არავინ არ ვიცოდი. ანუ ვიღაც შეიძლება ანუ გამეკოს და რაღაც ანუ მაგრამ ეს ზივარ ხო შეიძლება რომ აი აყვე რაღაც სიმღერას რომელიც ძალიან ცნობილია ვერც ერთს იმენა ვერც ერთს imposter child ვიყავი it's a you problem და წავედი ადრე 10-ისკენ იმენა ხალხი რომ მოდიოდა ეს მაშინ წავიდა 11 ლარი ჩავედი სახლში დერის სამერად სახლში for that I think that was my highlight მაგრამ მეორე დღე უკვე it was fucking fun პირველ დღეს სხვა რა მოხდა, ანუ პირველ დღეს დაიწყო ეს პრობლემა ხალხო იმ თავი main stage-ზე რო წარმოდგენები მთავრდება ეს 12 საათია გზეტა. მე რეიწყება ტექნო და ჩემი დაკალი შეყარებულ საანევასება და ნუ მეთქი კაი დავრჩეთ ცოტა ხანი გვერდით დაუდგეთ და ჩოლებრივად საათ ნახევარი გვალოდინეს ტექნიკური პრობლემა არისო. ხალხო ანუ მთელი წელი რო ერთი ივენთია დასაგეგმი. ამდენი ტექნიკური პრობლემა როგორ უნდა იყოს? მართლა ვერ ხვდები. ანუ you have one job to make this everything work და მიუხედავად ამისა მილიონი ტექნიკური პრობლემაა. კარჩე იქ ვიდექი და ველოდებოდით როდის აღმოიფხრებოდა და ერთი რა განსხვავებასაც პაულ მე წამოვედი არ ვიცი რა პონტი გაიჩითა მაგრამ შარშან main stage ხო იყო და ცალკე stage-ები იყო ძალიან მოხდილი რა იმიტომ რომ აი გაერთობოდი მართლა აი რაღაც ტექნო რაღაცები კიდე იყო რაღაც აი psychedelic რაღაც ხო ანუ იმენა ცალკე stage-ები მოხდილი იყო იმენა არ იყო წელს არც გავსულ ხო stage-თან ანუ არც ერთი იყო ჩვენ სადაც ვიჯექით ხოლმე პატარა რაღაც ეგ ხო ეგ stage-ად იცვლებოდა no way არ ვიცი we don't know მაგრამ ანუ შარშან ეგ იყო განსხვავებული ხა main stage ეხლა უფრო კარგად იყო მოწყობილი არ ვიცი განათებული ხო ძალიან კარგად იყო უკან background-ზე რაც იყო გაშვებული ვიდეოები რო იშვებოდა ძალიან მომეწონა ეგეც და მაგხრი ნუ okay რა შეიძლება მეორე დღეს ვერავუსტარი გამოვა მდგომარეობას ხალხო and again I'm a basic bitch და გამოვალი მდგომარეობის როგორც შეცდას ფან მოვიცი ყველა სიმღერა და ვერავუსტარი იმიტომ რომ they are lazy you guys მე ავედით და რა იყო highlight-ი ანამ ყველა რესტორანი კი არა და ყველა booth რაც იყო ყველგან დაიარდა ყველაფერი შეჭამა აბსოლუტურად ყველაფერი შეუყვეთა რაც არსებობდა ძალიან ბევრი პული ნახარჯა ჭამაში what the fuck იცით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა რომ მე მქონა TBC-ის ბარათი სადაც იყო cashback და მეგონა რომ ძალიან ბევრი cashback დამბრუნდებოდა რა გიჟი ვიტყიდულობდი ყველაფერს მე აღმოჩნდა რომ თურმე ყველა ობიექტიდან არ ბრუნდება მე რომ TBC-ის support-ს გიჟივით წერდი რომ მეთქი რატო არ დამიბრუნდა ამის ფული და მოკლედ I will not do that again და მე წინა დღეს რაც დავინახე სანიტარიული ჰორორი სად დაინახე? საბირფარეშოში. ავი. სანიტარიული ჰორორი გადავწყვიტე რომ მეორე დღეს არაფერს არ გავიკარებდი, ბერში მხოლოდ დავლიერებული. რაც არ მეყო, იმიტომ რომ მაინც მომთქნარებდა. ხახა. ანუ ყველაზე boring ადამიანი არის დავით ფესტივალზე, მაშინ როცა არ იცის ვინ მღერის. Thank you. Yeah. Thank you. ესე იგი დასაწყისში ანუ დილით უბრალოდ ესე ვერთობოდით, თქვენ გელაპარაკებოდით. დილით ანუ 6 საათს 7 და შემდგომ უკვე იყო 2 საათიანი პაუზა 2 საათიანი დუმილე
არასაკურველად ვეწექიანას და ვთამაშობდი ისევ იმ თამაშაზეც მაჯვამს აქ ყოველდღე. ფოტო ხალხო ანუ აი არავინ საერთოდ ნუ პაუზა რო იყო და სიჩუმე რა თქმა უნდა ჯერ ვერ უხსნი ხალხო სიმღერა მაინც ჩართერა რამე პაუზა რო არის და ჩვენ ცოტა გავერთოთ რა თქმა უნდა არაკეთებენ მაგრამ მე ვჭარავდი დავითი თამაშობდა და ეხა დრამა რა არის აი პროსტა ის მინდა თქვა რომ ანუ ჩვენ ხო წავართ ამ იმაზე რა ქვია პიკნიკის პლედზე ხალხო გარტყმაში არ ვართ რა ხდება ჩვენ მართლა გვგონია რომ ტექნიკური ხარვესი არის და რაღაცა აი წვიმა რომ წვიმის მერე მოხდა ეგ ყველაფერი და მე მეგონა რომ მეთქი წარმოვიდგინე რომ წვიმას არ ეღოდებოდნენ და რაღაცები და თუ ხედავ ანუ ხო ვდგებოდით და რაღაცა მეთქი ამდენი ადამიანი რატო არის stage-ზე მეთქი ალბათ აყავთ მეთქი ისინი რა ქვია ხალხი რო არ დააწვიმა მეთქი ხალხი ადის მეთქი და ფოტოებს იღებს ხო იმიტომ რომ ხალხი ტექნიკური ხარვესი ანუ ეგეთი level აი იქ რომ მითხარი ხო ახლა მიხუთი ხო რა ხდება რა სამობს და სინამდვილეში გაგწევ არ ვიცი ანუ ხალხო ძალიან სიგიჟე არის ის რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ ყველა აზი არ ვართ რა ხდება 25000 კაცი და თურმე იქ რაღაც battle უნდა ყოფილიყო PvP ეხლა ჩვენს დავარესერჩეთ სანამ როგორც იცით რომ ვერ ყვავით ანუ რაღაც battle უნდა ყოფილიყო ქართველი რეპერების რა ვინ უფრო კარგად რეპავს და ეგ ორგანიზატორებმა ჩაშალესო მაგრამ ეხლა მე ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება რომ რა პონჩი ანუ ორგანიზატორებმა ხო მოიწვიეს და დაგეგმეს ეს ყველაფერი ხო ანუ ისე ხო არ არის რომ შემოვარდნენ ეგენი და battle გაგვამართინეთო ანუ რატო გააჩერეს ორგანიზატორებმა და რატო უთხრეს რომ არაო იმიტომ რომ ვკითხულობდით რომ ესა ჩაუბნელ სცენა მიკროფონები გაუთიშეს მაგრამ მე ვკითხულობდით სადღაც რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მაგიტო ხო და ეს 2 საათი ხო ინფორმაციული ვაკუუმია და მე გამოდის ერთ-ერთი ორგანიზატორი თავი ორგანიზატორი ხო აქო დანაშაულს ქონდა ადგილი, რასაც ახლა არ დაუწყრომანდებიო, მაგრამ ხვალ ყველაფერს გაგაგებინებთო. გავიდა ხვალ, გავიდა ზეგ. გავიდა მაზეგ და ჯერ კიდე არაფერი არ ვიცით, მაგრამ მე მინდა რომ აღვნიშნო, რომ აი ეგ კაცი რომ გამოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, მე აი გავცეცხლდი. აი რაღაც აი დავინახე, რაღაც რაც მართლა მაინტერესებს, მეთქი დრამა. და აი მაშინ ვიყავი უკვე ენერგიაზე ხოძზე ყველაფერი მინდა და მეთქი გაგვიზიარე. ანუ give us something. დღემდე არ დაუდია ოფიციალურ გვერდს რომ რა დრამა იყო და ვინ იყო დამნაშავე. მე მაგრამ მაინტერესებს მინდა. თქვენ თუ იცით რამე insider info გითხარი. ეგეც და მე ასევე მაინტერესებს რამდენიმე ისიც PvP რა იყო. იმიტომ რომ მე ზუსტად 5 წუთისგან გავიგე. ხო იყო ძალიან დიდი ჩავარდა, მოკლედ 9-დან 11 საათამდე არაფერი არ ხდებოდა, წარმოიდგინეთ. მე ამასობაში მეძინება. გარდა იმისა, რომ პიცა ვჭამე და ძალიან highlight იყო იმ მომენტისთვის და მერე გამოდის კორძი. I swear. ხალხო, okay, კორძზე მინდა რომ დავიცმით 1-2 კრედიტი. I love that for me. იმპერჩრე შარშა რომ გამოვიდა სიმღერა, არ გაჩერდე. როგორ არის წაიმღერე? Stack ქვია სიმღერას. წაიმღერე. სიმღერას ქვია Stack. Stack ქვია. არ გაჩერდე. რატომღაც შენ თაყოფნას აზრი დაეკარგა ყველაფერი წყალს. Okay. ანუ ეს სიმღერა რომ გამოდიოდა ოფისში ვართ და რა თქმა უნდა SoundCloud-ის მეფე შესულია თავის საყვარელ საიტზე და რაღაცას უსმენს გიჟივით. და ნუ ვაფშე არ ვიცოდი კორძი ვინ იყო მაგ მომენტში და ეს ამბობს რომ აი ეს იქნება ზაფხული საუნდიო რა და ინახეო პროსტა დღესო დაიდებაო ვიდეო კლიპი იდებოდა მე მგონი და როგორც კი დაიდო პირველი TikTok-ი ამ საუნდზე დადო დავით ვატაკარია წყალი უჭირავს ხოლში ლიფტშია ეგ მახსოვს it's private now ხო და მაგისტრის მოგცემ კრედიტს რომ შეუძლია ტალანტის აღმოჩენა yes არ მხოლოდ კორძის არამედ mechanical rainbow ვახსენოთ იმიტომ რომ წინა წელს რო ვიყო ზუსტად წინა წელს პირველად იმღერეს open air-ზე ეგ სიმღერა რა და ჩემი მეგობრის მეგობარი იყო ეგ ბიჭი თავი სოლისტი და ერთად ჩამოვდიოდით open air-დან და ანუ ველაპარაკები რომ მეთქი აი ახლა ხო იცი მეთქი რომ Brad Summer არის მეთქი და უეჭველი რა ეგეთ levels იქნება მეთქი თქვენი სიმღერა I was fangirling as fucking hard და ახლოს და ძალიან საყვარელი იყო მისი შეყვარებული ძალიან საყვარელი იყო და ანუ it was like yeah ახლა გთხოვთ we should support talented Georgian artists ძალიან კაი იყო ხალხო აი კორძი ესეთი თესლი მუსიკოსი თუ იყო მართლა არ მეგონა აი ყველაფერი მუსიკალურობის მხრივ რა აი მელოდია ეტყობა რომ intelligent არის in music ანუ აი იმენა რომ იცის რას აკეთებს ის კი არა რომ პროსტა რაღაცაა ჩართული თან აი ჟღერადობა მელოდია ძალიან კაი იყო მუხტი იმიტომ რომ ანუ არ მინდა რომ შევერწყო მივიყანო არავის მაგრამ
90% ქართული ბენდები ვინც გამოდიდა open air-ზე. ხო, ძალიან დაგრუზული სხვაგანი იყვნენ. ანუ მე მართლა ვარ, კაი, მაგას მე ვიტყვი, მაგრამ კიდე მინდა კორსზე ვთქვა, რომ ლიკუნა თუთისანი, მე მგონი ესე ქვია იმ გოგოს, იყო მომღერალი, თეთრი კაბა რა ეცა. ანუ აი გოგო იმენა მინდოდა რომ მან გარიყავი. შუქი როგორ მარტყამ. არა, აი იდგა და ისწორებდა თავის პონჩი, თან აი მღეროდა ძალიან კარგად, ძალიან მომეწონა. აი მთელი ჩემი ყურადღება იყო იქით მიმართული. მაგრამ მე იცით რას ვერიგებ, აი ძალიან ცნობილი სიმღერები რო აქვს ბენდას, მაგალითად მწვანე ოთახის მისები ეგრე ქვია, ხო? ერთადერთი სიმღერა, რომელიც ვიცი და რომელიც იცის ყველა. შენც კი გაგონელი გაქნება დაწმენება. ანუ გამოვიდნენ და ეგ არ იმღერეს. ანუ რაღაც ბენდები loudspeakers-ი გამოვიდა, ყველს ცნობილები რაც აქვს, იმენა არ იმღერა. What the fuck? ანუ არავის არ უნდა შენი ახალი ალბომის მოსმენა, იმიტომ რომ we're not having fun. ანუ ახალი სიმღერის მოსმენა უნდა იყოს ძალიან სპეციფიკური ჟანრი, რომ ჩააჭირა თავიდან, ხვდები? და იცი როგორი თემა არის კიდე, რომ ისი ანუ даже პოპულარული სიმღერები რაც აქვს რა ანუ მაინც ცოტათი უფრო დაგრუზული სიმღერები არის რა მაგრამ აი პოპულარული მაინც სიმღერა რა აყვეს ხალხი და ეს ჩვენი ახალი ალბომიდანაა მეთქი no thank you და კორზი რო გამოვიდა ხალხო აი the moment the music started აი ხო ძალიან ვარ ანუ ვინ ჩააცა რაღაც ვინ არის სტილისტი რაღაც ისე და ანუ ხალხო ისეთი კარგი მუხტი დადგა და ისეთი პოზიტიური გარემო იყო და აი მაგის გამოვიდა ის ჩემი სამოცილარი მართლა ზუსტად აი მაშინ მივხვდი რომ it was worth it რომ მოვიცადეთ ღამის პირველამდე იმიტომ რომ გადაიწია ყველაფერი ისევ და Oh my god ძალიან რამე მოხდა ეხლა ამითაც არ მთავრდება ეს არა ეს აქედან იწყება ყველაფერი მგონი მაგრამ აი წამ კორდზე რო ვთქვათ აი ახალ სიმღერებზე რო ახსენა Mechanical Rhythm the Chords მაგ ახალი სიმღერა გამოუშვეს რომელიც გვასწავლეს იქვე აი ეგ იყო ძალიან fun ვიქცე რა interaction ძალიან ჯენზი ხოდი სიმღერა ძალიან კარგი იყო აწყობილი დავწ ხალხო მოკლედ კორდისთან ერთად იმღერა ჩვენმა დედო ფალშამ ნანი ბრეგვაძემ ოკეი ოკეი დამთავრე ეგ გავიარეთ და მერე გამოდი არა შეიძლება მაშინ მეცადე სანამ ვაფშე კორძემ და გადავხვდით ერთ ლეგენდას ვინც არის გიული ჩოხელი ჩემი აი ჯანსუხ კახიძე და გიული ჩოხელი ჩემთვის არის აი ორი ქართველი მუსიკოსი მომღერალი რომელიც აი ყოველთვის იქნება my top 2 ყოველთვის გიული ჩოხელი სპაიმანზე რომელსაც უკვე დავდა TikTok-ი of course ჩემთვის არის ხალხო აი epitome of Georgian music industry და ეს ჯაზი და ეს რაღაც ვაიბი და როგორ და რაღაც აი 90 წლის ვარ რომ მე მგონი ეგ თქვა ხალხო გიული ჩოხელი მე არ ვიცოდი ვინ იყო ანუ ვიძეთ არ ვიცოდი ვინ იყო პაიმანზე სიმღერა ვიცი იმიტომ რომ დავით მომასმენინა ანუ აი ხო ხვდები არის მაგდანის ახალ არტისტი აი როგორც ნანი ბრეგვაძე იცის ნანი ბრეგვაძეს ხალხმა იცის იმიტომ რომ აი ვისავი იმაშიც ვიღებულობდა მონაწილეობას ხო და გიული ჩოხელი ტელევიზორში არასდროს მინახავს იმიტომ რომ she is for those who enjoy art and music good for her ის მომენტი რომ მოუტანეს ბუკეტი და ეგრევე მოისროლა ანუ ბუკეტი მისცეს ქალს 90 წლის ქალს და ეს ხომ მოკიდა ხელი და ესე გაუფა ხალხში და ვიღაცას უეჭველი თვალი ჩამოუღო ჩვეულებრივად queen დედოფალია გავაგზავნოთ თავი დრამა კაროჩ სუხიშვილებს ხო გიჟევით ველოდებით ანუ კორძი რო გამოვიდა დავითი ამბობს რომ წავედით ანუ მეთქი ვეი იმიტომ რომ მე ყოველთვის ვიცი მეთქი ანუ სუხიშვილებს რანაირად არ უნდა დავესწროთ მაინჯუ მეც გიჟდები სუხიშვილებს ხო ახიკე სანამ ეს მთელი აპარატურები გაიტარეს იმენა 40 წუთი ვიდექით და ველოდებოდით და გამოდის ნინა სუხიშვილის სპიჩით რომ ჩვენ როგორც ქრისტიანიერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამული ენას არწმუნება და ვიმიჯნებით ყველა იმ სიტყვას რაც ითქვა წინა სიმღერაში წინა გამომსვლელის მიერ წინა გამომსვლელი იყო კორძი და ძალიან დავიბენით ანუ რას ემიჯნება მოსვლა არ გაბედოს ტექს არა მან კორძმა ხო ელაპარაკა რომ რაღაც სიმღერას მღეროდნენ და ანუ არ უნდა შეეგუოზე იყო თუ რაღაც არ უნდა შეეგუო არ უთქვამს ხო და თურმე ჩვენ გვაგონა რომ ანუ ამბობდა არ უნდა შეეგუო პოლიტპატიმს არ უნდა შეეგუო ძალადობას ჰომოფობიას რაღაც ეგეთი რაღაცები თქვა რა ჩვენ გვაგონა რომ ამას ეწინააღმდეგება ჩვენ დედოფალი ნინო რომელიც მე მეგონა რომ დედოფალი იყო და აღმოჩნდა რა ეწინააღმდეგებოდა თურმე ამ მწვანე ოთახის სიმღერა რაღაც მამა თუ რაღაც სადაც აი ქრისტიანობაზე ჯვარზე მღვდლებზე ჯიპებზე რაღაც ამაზე მღერიან რა მაგრამ ანუ გოგო რადონის
გიჟია ოდნავ რომ მოусმინა სიტყვებს who does that ცოტა ყველასთან გაგვიკვირდა იმიტომ რომ ჩვენ აი მოსვლა არ გაბედოს დექის ვაიბზე ვართ და უცებ მიჯნები ყველაფერსა ერთი წამი მე ყველაზე მეტად ის მიყვარს რომ ვიღაც გოგოს ედო TikTok-ი რომ წინა წელს MIA-ის speech-მა დაგვა confuse და იმენა ვერ გავიგეთ რა სამართლად სოეში ყოველთვის არის ერთი ვინმე ვინც გირევს ტვინს თან მე რა საკვირველი ამ ყველაფერს რომ ისმენ ხალხო ანუ ხო არის ბუ და რაღაც მე რომ არ მომეწონოს რაღაცა მე პროსტა მან თქვა რომ აი ცივი ოფლი მომდის ისე I'm embarrassed for her ვითომ ჩემი რა ვიცი დედა არის თუ ვიღაცა აი არ ვიცი მე ვარ ეგ ადამიანი ისე მცხონია როგორც ყოველთვის ან რედალად გამერე ნუ კაი მეთქი ცეკვით გადავლახოთ და ერთი ცეკვა იცეკვას 40 წუთიანი ალაგების მერე ხორუმი და დავითი იყო disappointed ხო და ჰიმზე დავრჩით ხალხო იმიტომ რომ we would never და მორჩა თუ არა ჰიმნი ეგრევე მეგიმ გამოიძახა ტაქსი გავრბივართ გიჟივით და თან გზაში ვლაპარაკობთ რომ მეთქი ვა რა ძალიან მალე მორჩა მეთქი იმიტომ რომ ველოდებოდი რომ ბევრს იცეკვებდნენ თქო რა და მარტო ერთი იცეკვას თქო და ანა მეურემ რომ კი მარტო ხორუმი იცეკვას თქო მეთქი wait a fucking second ხორუმი ხორუმი სხვანაირი მახსოვდა და ხორუმი ხაზად ჩადიან ამას ამბობ იმენა გიჟი არის და მე ვეუბნები რომ ეს არის ნაციონალური ბალეტი contemporary yes and they do stuff differently მაგრამ ანუ კაი იყო უბრალოდ 1-2 ცეკვა ეცეკვათ იმენა ხალხი ბელოდეთ პირველ საათამდე მე თან მე უკეთესი მაქვს ვანახე მე რაღაც ივენზე ვიყავი და სოხიშულობმა ისე იცეკვას რომ აი იმენა მაჟრუალებე და ყველგან oh my god really does it happen to you და მე მგონია შეიძლება ნინო სპიჩმა ხომ არ იმას ქნა მეთქე აუ არა ისედაც რავი აი ხორუმი არ არის ჩემი საყვარელი რატომ მოც მე მყავს ლაზური ვიცი. წაიწე. იმენა ვიცი და საიდან ვიცი, მე რეკეთე. აი, მე გამოვდივარ ხალხო, მე გიცხოვრობ ნუცუბიძეზე, პლატონ ნუცუბიძეზე და ეგრევე ჩავჯექით ტაქსში და ჩვენი გეგმა იყო რომ მე დაგვემატებინა მისამართები, იმიტომ რომ აი, ყველა მაშინ გამოვიდა რა, ხო იცით რომ 30 წუთი რო აწარია ტაქსი და მილიონი როგერს, აი ეგ ეპიზოდია და ის კაცი გონება რომ არა ვერ დაამატებთ მისამართს, იმიტომ რომ სადღაც მივდივარ და დასკეჯულებული გამოძახება. ჩამოგსვა ნუცუბიძის პლატო, მე-4 და მე-5 პლატოს გადასახვევში თუ იცით, აი მან ვდგავარ. მე მუთხარი საცხოვრობს მაგი ყველას. და კარიჩე ხარა უქნეთ, მე ვარ გლდანში გასასვლელი, ჩვენი მეგობარი ლანა არის ნახალოკოში და დავითი საბურთალოზე და მეთქი ვაჭერ გლდანს და მიწერს 40 ლარს. მე მგონი I was like maybe I can walk მე დაღმართია თან და მეთქი ფეხი წავა არ გიფიქრია there's no fucking way არ მიფიქრია მაგრამ ამ დროს დავითი მაშვალი გამოდის და ისა ოღონდ ხალხო mind you მე საბურთალოზე ვარ და საბურთალოზე მივდივარ და მიწერს 22 ლარს ანას უწევს 40 ლარს ანუ how is it fair და მოკლედ დავითმა გამოიწახა უნდა ჩამოსულიყო ქვემოთ საბურთალოზე მე და ლანი ჩამოვყევით ანუ უკვე მეორე ტაქსი გამომიცვალე და ჩამოგსვა სადღაც ყაზბეგზე და ღამის 4 საათზე ზუსტად ყაზბეგზე ვგავარ და ველოდებოდით ჩვენ ტაქსს რომელმაც დაწერა 22 ლარი რა გინდა 20 ლარით მოიგე ხო ნუ ჩამოვაკელი it was great you guys I say ავეკიდე ყველას და ყველა ფერს. But it was really fun. განსაკუთრებით კორძმა, ჩემთვის კორძი ნახოთ highlight იყო The Mechanical Rainbow. ძალიან მიხარია, როგორ ნიჭიერი თაობა მოდის. Period. და ვაფშე ეგრო დავიკიდეთ კორძი და Mechanical Rainbow დავიკიდეთ. ზოგადად რაც ჩემი highlight-ი ამ open air-ის იყო, რომ ძალიან გამიხარდა, რომ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას ამდენი ფანი ყავს და ამდენი მსმენელი. მე არ მეგონა. Such a shame არ ხარ მათ შორის just saying მაგრამ ხალხო what is haunting me till this day არის რომ 2 წლის წინ მე მგონი იყო cigarette after sex open air და გამაზა და მაშინ არ ვიცოდი cigarette after sex რა იყო იმიტომ რომ I was uncultured ანუ არ გამიმაზია ანუ აქ ვიყავი პროსტა არ წავედი იმიტომ რომ არ ვიცოდი ვინ იყვნენ მაგრამ მაშინ ტალახ ფესტი ხო იყო ხო ტალახ მაგრამ who cares ხო და ეხლა მოგვიწია loudspeaker-ზე გულაობა No offense, but you know. უკომენტარ, მე არაფერს არ ვაკომენტარ. შენ loudspeakers რა არის ვაფშე არ იცი. ამიტომ ხმამაღალი? ხო და ან იქი წელს იმედია რომ Tesla line-up-ი იქნება. იქი წელს ხალხო ჩამოდის. David Guetta, ანუ აი Tesla line-up-ი და David Guetta-ზე წახვედი ეგრევე. გიჟდები David Guetta. I love you. მე წამიყვა. You know why I love you so much? იმიტომ რომ რაც მევასება არ მიტყდება. Yeah, unapologetically yourself, ხარ.
Unapologetically. იბიცაზე მარტო იმიტომ მინდა წასვლა, რომ იქ ერთი კლუბია, Waisha-ზე. David Guetta უკრავს ყოველთვის. Waisha თუ რა ქვია? Oisha თუ არ რა. მახსოვს სახელი. Well, we're going to get there this summer. Yeah. და subscribe-ით მეგობრებო და ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ open air-ამდე რომ ძალიან თესლად ვიგულავთ, მაგაზე არ გვილაპარაკია. ან თვეთში. ხახა, ციხეში. AKA ცეხი. ანუ ხალხო ვინც არ ყოფილ ხართ, გთხოვთ აღანდა ბევრს არ უთხრათ, იმენა გულაობა მიდის. ამის 4-მდე ვიყავით თუ 3-მდე. სახში მივედი 4-ზე. ხო, ძალიან კაი. თესლის სიმღერებია ჩართული და ცეკვავ და მე და დავითი მაგიდაზე ვცეკვავ. მაგიდაზე ვცეკვავ. ხალხო ისეთი კარგი იყო. აი ევროპაში, ხო იცი რა, აქ რო ვერ გულავ, ფრენდზე გიტყდება და რაღაცები და თან ევროპაში რომ მიდიხარ და იქ თესლდერთები. არა, ყველაფერს გადააუჯაკრა, მართლა one of the best times I've ever had. See you next week there. See you next week there. ძალიან გაგვიხარდა რა გუნახეთ და რომ მოხვედით და ვიღაცამ დაჟე ფოტო, აი პროფესიონალმა ფოტოგრაფამ ფოტო გადაგვიღო და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდა ვინც გვიყურებდა და რანაირად ხდება, ანუ ვინმე გამაგებინეთ. ენერგეტიკულად ვიზიდავთ ერთმანეთს მეგობრებო. We always find each other. 3000 ადამიანი ამდენი თუ იყო, იმენა არ მეკლა. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მართლა for support and everything. თან მე-10 ეპიზოდია. და subscribe please. ჩვენი channel-ი. Period. See you next week და ხალხო, მოემზადეთ ამ ორ შაბათს გამოვუშვებთ. ორ შაბათს არ ვიცი, დავითი გადაწყობს როგორც ჩვენი მენეჯერი. როდის და გამოვუშვებთ შემდეგი ვიდეო და არის სურპრიზი ვიდეო, იმიტომ რომ განსხვავებულია. ეს იქნება ბონუს ვიდეო, ხვდებით? Sending kisses, bye bitches.